გადავდივართ პარტიისა და მისი სტრუქტურების განახლების ახალ ეტაპზე. და თქვენი მონაწილეობა ამ საქმეში, თქვენი ჩართულობა პარტიის ხელმძღვანელობისთვის და პირადად ჩემთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ სულ მალე ვიწყებთ რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას. ეს იქნება რეგულარული შეხვედრები ჩვენი პარტიის წევრებთან, მხარდამჭერებთან, აქტივისტებთან და მოქალაქეებთან. ჩვენ ვიცით, რომ შესაძლოა ბევრ ადამიანს, რომელიც პირველი დღიდან მონაწილეობდა პარტიის მშენებლობაში, აქვს განცდა იმისა, რომ მათი თავდადება სათანადოდ ჯერ კიდევ არ დაუფასდათ. მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს იმ სირთულების ბრალი იყო, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ბოლო 2 წლის განმავლობაში. საბედნიეროდ ეს სირთულეები ყველამ ერთად ღირსეულად გადავლახეთ. ჩვენ ახლა წინ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ჩვენი კოალიცია, ქართული ოცნება, თქვენთან ერთად ღირსეულად გაიმარჯვებს. ამიტომ მე გარწმუნებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მცდელობას არ დავაკლებთ, რომ არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავ იშრომა და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდა გულნაკრული არ დარჩეს. როდესაც ქართული ოცნება შეიქმნა, იმის მერე ვერ მოხერხდა პარტიის, ასე რომ ვთქვათ, გაძლიერება, ჩამოყალიბება, რადგან ჩვენ ფაქტიურად ამას ჰქონდა ობიექტური სუბიექტური მიზეზები, ყოველთვის იმყოფებოდით საარჩევნო პროცესებში და ეხლაც ემზადებით არჩევნებისთვის. ყველა ის პიროვნება, ვინც ღირსეულად იბრძოდა, იდგა ჩვენს გვერდით, მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესებში და სამომავლოდაც ის ნიჰილიზმი, რომელიც იყო გარკვეულწილად ჩვენ მხარდამჭერებში დასაქმების მიმართულებით, ყველანაირი პრობლემა იქნება გადაწყვეტილი. ყველა ადამიანი იქნება ჩვენს გვერდით, ვინც ამას იმსახურებს, ვისაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, განათლება.